მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვითამაშებთ tabs. მოკლედ, დღეს ჩვენ ვითამაშებთ ისევ და ისევ როგორც პირველ ეპიზოდში campaigns და შემდეგ sandbox. მოკლედ დღეს უკვე დღეს 25 მაისია. დღეს გავახმოვანე ორი ვიდეო. ერთი ვიდეო გადავიღეთ, ერთი ვიდეო გავახმოვანე და დავდე Minecraft-ის mining-ზე შესახებ. წინაზე ვითამაშეთ introduction-ი, ახლა ვითამაშებთ adventures. მეორე ტურს, მეორე ლეველს. არ დაგვიხურია ის, მაგრამ მაინც. აქ ყველა კარტი გახსნილი მაქვს, ყველა დონე, მაგრამ ბოლო 5-ს არ გამოვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი არიან. და გამოვიყენებ ჩაულებრივი პერსონაჟებს. ვინც არის ეს თამაში არის ორი გუნდი წითლების და ლურჯების, არის სხვადასხვა პერსონაჟები და შენი თუნდაც მაგალითად აი ამ ასეთ თამაში შენ მოწინააღმდეგეებს უკვე უსვიათ, ხოლო შენ უნდა დასვა და ისე მოიგებ. აქ დავსვი მეისრეები და ნახოთ როგორ გამითარდება მოვლენები. და ასევე არსებობს ისეთი ვერსიაც, რომ შენ სვავ ლურჯებსაც, შენ სვავ წითლებსაც. sandbox-ი ქვია მაგას და ვიდეოს ბოლოს მაგაც ნახავთ, მაგრამ გთხოვთ რომ არ გადაახვიოთ, ვიდეოს უყუროთ ბოლომდე და ნახავთ როგორ იქნება და რა იქნება. პირველ ეპიზოდი მინდებს არხზე და ამას უკეთესად ხსნით და შეგიძლიათ გადახვიდეთ და უყუროთ. ახლა გამოჩნდება პირველი ეპიზოდი. შეგიძლიათ გადახვიდეთ და პირველ ეპიზოდს ჩემს არხზე უყუროთ. მაგამდე მოკლედ ახლა შეეხება ამას. პირველი თამაში უკვე მოვიკეთ, გადავიდეთ მეორე თამაში. აქ ფერმერები და ეს ჯოხიანი ბავშვები თუ არც ვიცი რა ქვია, მაგენი არიან დასმულები. ჩვენ დავსვათ აი ამ ვიკინგებს, რომელიც ახტებიან მეტოქეს და ისე კლავენ. აი ნახეთ თქვენ თვითონაც. ხო, შემიძლია შევანელო, დავასტოპო თამაში, ჩავსახლდე პერსონაჟში და ამ ყველაფერს ვიდეოში ნახავთ. ეს პირველიც და წავაგეთ უბრალოდ. გთხოვთ რომ გამოიწვიოთ არხი და დალაიქოთ ვიდეო, მოკლედ შეგახსენებთ ამას. ახლა ზევს დავსვავ და კიდევ ვის, აბა? კატაპულტს და ზევს. ხო, კატაპულტი მე ჩავსახლდები და გაჩვენებთ თუ როგორია და ასე შემდეგ. ვაი, როცა მოbrunდა. ისროლე. ერთი მოვკალით. შეიძლება მეტიც. კარგი, ახლა ცოტა ხანი მე დაგემშვიდობებით, თქვენ კი ჩაუჯექით თამაშს. მე დაგებრუნებით ძალიან მალე. მოდი ახლა ვნახოთ რას ვიძამ ამ სამით. ამას დაუძახებ მე BMW-ს. რა ვიცი, Lamborghini ან Audi, რა ვიცი, იმიტომ რომ მანქანები ასე თაქრიან და გაიტანენ ყველას. და ასევე შინით უსის ფერმერი და ერთი ვიღაც, რომელიც ისვრის პამიდორს. ჩავსახლდი, მაგრამ პირდაპირ მოვკვდი. ახლა კი ვაცდი რომ მისით ითამაშოს. უბრალოდ მე ერთში ჩავსახლები და გავისტუმრებ ერთ ვინმეს მაინც. მაგრამ ყველა უბრალოდ გქონდა იმედები. ერთი კიდევ არის დარჩენილი და ეს თამაში მოვიგეთ. შემდეგი ხელი აქ არიან ეს ბავშვები ისევ. არ ვიცი რა ქვიათ და ბავშვებს დაუძახებ. თქვენ მაინც გონი ხვდებით. ვისაც ვიძახით და როგორც. აი, აქ დავსვავ ახლა სამ ამ შამანს, bone mages და არ ვიცი ამათ სახელი. მომწამლელები რო არიან, რო წამრავენ რა, მოკლედ. ალბათ წინა ვიდეოში მაინც გამოჩნდნენ ერთხელ მაინც თუ რასაკეთებენ ესენი და რა შესაძლებლობა აქვს. რაღაც ბოთლებს ესვრიან, სადაც საწამლავია და წამლავენ და ისინი ვეღარც ინძრევიან. მოკლედ თუ არ გამოჩნდნენ, აი ახლა ნახავთ, აი. გონი კარგად ხედავთ. მე ამას ჩავსახლდი და ავაცმევ ამათ შესაძლებლობასაც გონი გეცოდინებათ რა შვება bone mage. აი, ასეთ ძულებს ყრის ზემოდან და შემდეგ ეს ძულები კლავს. ეს ხელი ძალიან მარტივად მოვიქეთ. არაფერი არ დაგჭირვებია. ერთია დარჩენილი და ეგეც გარბოდა და აქ უკვე ერთი-ერთზე ბრძოლა. თუ არ ელოდით, აქ ტაფში ესეთებიც არსებობს.
2 ეს პატარა ჯუჯა არსებად დგას და მეც 100 coin-ი მაქვს, რომ ამათ მოწინააღმდეგე დაუსვა. ამ ორ ხატვარს დაусმევ. ეს აჩქარებულია. აჩქარებული ჯერ არ არის, მაგრამ აჩქარდება. აბა თუ მოვიგებთ ასე. ერთ ჩავსახდებ იქნებ რამით დავეხმარო. მაგრამ ისინი არიან პატარები, ვერც ვარტყავ, ეს 50 ისღირს და არც ერთი არ არის კარგი. ძალიან ცუდი პერსონაჟები არიან. კარგი, ეს ვერ მოვიგეთ. ახლა მოკლედ ესაა ჩვენი უკანასკნელი იმედი, რაინდი არა და სკვაირი, ეს უბრალოდ ხმლიანი პერსონაჟი. ნახოთ ამით რას უზავთ აბა ამ ორ ნაგავ ჯუჯას. მე კი ვიცი ახლა რასაც უზავ, ეს ვიდეო გადაღებულია ვახმოვანებ, მაგრამ თქვენ არ იცით და ვცდილობ რომ მუღამში არ ჩაგიკუკოთ. და მოვიგეთ. მოგდა ხა გადავიდეთ sandbox-ზე, აქ დავსვავ იმ პერსონაჟებს, რომელიც მინდა, მოგდეთ 2 ბოსი იყოს, ერთი ყინულის გიგანტი, ერთი კი ხის გიგანტი, რომელიც იქნებიან ბოლოში თავიანთი გუნდიდან. ეს ორი არის ძალიან ძლიერი ახარაცვა ჩვენი. კარგი, ლურჯ გუნდში დავსვავ ამ მაინერებს, წერაქვიან ტიპებს, ხოლო წითელ გუნდში დავსვავ აი ამ რაღაც ხმლიანებს. მუშკეტერი ამათ არ ქვია. აქ 5 სალამ მონკს, ბერი ითარგმნება ქართულად, მაგრამ რამდენად ბერები არიან ესენი არ ვიცი. აქეთ კიდე 5 ვიკინგს, რომელიც აღტებიან, გეცოდონ, აქეთ გველის მეისრეებს, ხოლო იქეთ კიდე ყინულის კი არა, ფაირ, ანუ ცეცხლოვან მეისრეებს. რომ ესვრიან ცეცხლს უკიდებენ და რაც ხა ცეცხლს კი არა, ხლაპუშკას რა მოკლედ, ხლაპუშკას ესვრიან. აქ 300-ს დავსავ, ვალკირიას, აქ 2 ნინძას და 1 მეფეს. იქეთ კიდე დავსვინი. მოკლედ ახლა ზუსტად განახებთ რა როგორ დავსვი. აქ ესენი რაინდები, 2 ჰილერი, მინოტავრი და გიგანტი. და ეს კითხარი კიდევაც და ეს გიგანტი არის ბოლოში. და დავიწყოთ და შენელებული ვნახოთ ჯერ მოდი. ხოლო შემდეგ კიდე ჩაოლევრად ავაჩქარებ და ისე უყურებთ. დასაწყისი ვნახოთ შენელებულად. და ესენი ჩაახტნენ. ხოლმე ეს ხმლიანები არ მეგონან მასაძლიერები და რა უქნეს ამ წერაქვიანებს. ზოგმა აცილა, თორე რო არა ეცლებია ყველა პირდაპირ ამოიჟლიტებოდა. ხა ცოტა ავაჩქაროთ, მოდი და მე შევანელებს. ოპაც. აი, ხლაპუშკას ისვრიან, როგორც გითხარით, აი ეს წითელი. დღეისთვის ცოტა გადავიღალე ამ ვიდეოების გახმოვანებით და გადაღებით, მაგრამ არა უშავს. მომზადებული მექნება და ყოველ დღე დავდებ. აქ მინოტავრი, ყველაზე ძლიერი გიგანტის მე მინოტავრია, ლურჯევის გუნდში და ნინძა და მეფე მიდის მასთან საბრძოლველად. მინოტავრი მარტივად დაიღუპება ერთი მეფის ხმლის მოქნევა. აი ასეც მოხდება. აქ რაინდებიც ცოცხლები არიან. როგორ განვითარდება მოვლენები ბოლოში, უნდა ნახოთ ისე რომ ვიდეოები არ გადაახვიოთ და ჩაუჯდეთ უნდა ბოლომდე. აი ყინულის გიგანტიც მოვიდა. ბოლო ამათი იმედი. მარტო ეს და მეისრეები დარჩენ. აქ ისვრის თავი პირიდან უშვებს ყინულის რაღაცებს. ყინულის ქარი უწოდოთ მოდი. ისრები ჰილერები ამას ჰილავენ, ისრები ისვრიან, ნინძები და ხის გიგანტი დარჩა, მეფე მოკლა. ხოლო ხის გიგანტი და 2 ნინძა
უბრალოდ უკვე 0 ნინძა. ხის გიგანტი და იქეთ ერთი მეისრია დარჩენილი, რომელიც უკვე მოკვდა. თქვი თუ არა პირდაპირ მოკვდა. შემდეგი ვიდეოც იქნება ტაპსი. ოღონდ ეგ იქნება ძალიან საინტერესო ვიდეო, მე გპირდებით, რადგან ისეთ რამეს გასწავლით, თუ ტაპსი არ გეცოდინებათ, ძალიან გაგიკვირდებათ. თუ ტაპსი არ იცით თუნდაც თამაში. როგორ დაარტყა. მოდით ახლა ბევრ შეიძლება გეგონოთ, რომ ეს ყინულის გიგანტი არის უფრო ძლიერი ვიდრე ხის, მაგრამ მე გამოცდილი მაქვს და აქ ხის გიგანტი მარტივად ვერა, მაგრამ დაამარცხებს ყინულის გიგანტს. არა და მთელი ბავშვობა სულ ყინულის გიგანტისკენ ვიყავი, მაგრამ როგორც ჩანს დაფიქსეს, დანერფეს. აქ ერთი დარტყმით მოიშორა ჰილერები. აბა აქ, რა თქმა უნდა, აქაც ძალიან მარტივად მოკლავს ამათ. და დარჩა მხოლოდ ერთი, ეს ერთი მეისრე. ჩავსახლები მოდი ამაში და ვეცდები, რომ მოვკრა, იმიტომ რომ იმას არ აქვს ბევრი სიცოცხლე, როგორც ნახეთ. მაგრამ ძალიან ჩქარა მოდის. აბა რა მოხდება, აბა? ჩვენ ვერც მოვასწრებთ სროლას და ახლოს მეორე იქნებ ვერ გამარტყას თქო, მაგრამ გამარტყა. და მოკლედ მეგობრებო, ესე იგი, აქედან დაგემშვიდობებით. იმედია მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო, თუ გინდა რომ მეტი ტაპსის ვიდეო შემოგთავაზოთ და მოკლედ შევხვდებით მომდევნო ტაპსის ვიდეოში. ნახვამდის.